მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ბათუმში ისე ვიკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე, პროევროპულ აქციაზე, რომელიც უწყვეტად გრძელდება უკვე 325 დღეა. და მოქალაქეები არიან საპროტესტო აქციაზე, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, რუსთაველზე და არა მარტო დიდ ქალაქებში, ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების მოთხოვნა ისმის ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ ურყევად, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეჩერებას, მაშინ როცა ქვეყანაში მიტაცებული ძალაუფლებით ივანიშვილის რეჟიმი, ივანიშვილის დაჯგუფება ცდილობს, რომ დაამკვიდროს დიქტატურა. მოქალაქეების გზავნილი უპირველეს ყოვლისა არის ისევ პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. დღეს ფოტოშორის ნუდათაშვილი ერთ-ერთი ქალი პოლიტიკური პატიმარის მზის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მისი ადვოკატები საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ხვალ მოითხოვენ მის სასამართლო პროცესზე მისი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას. პატიმრობაში რჩება 100 მეტი პირი, რომლებიც არიან პოლიტიკურ პატიმრობაში, მათ შორის ბზია ამაღლობელი, რომელიც არის პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი, პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში. ამიტომაც უპირველესი მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეების არის რეჟიმის ტყვეების, მზის პატიმრების გათავისუფლება. ასევე უცვლელი მოთხოვნა არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. დღეს ჩვენ მორიგი გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ ქართული ოცნებისგან, რომელიც ყოველდღურად ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი, იღებს რეპრესიულ კანონმდებლობას, რომ შესუსტეს როგორც წინააღმდეგობა, გაქრეს წინააღმდეგობის კერები, ასევე გაქრეს ოპოზიციური პოლიტიკური აზრი ქვეყანაში და შესაბამისად აღარ იყვნენ პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში, აღარ იყოს კრიტიკული მედია, არ იყოს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ვხედავთ აქტიური მცდელობებს, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებს და შეცვლილ კანონმდებლობას, როცა რეპრესიულად ცვლიეს კანონმდებლობას ქართული ოცნება და არლეგიტიმური პარლამენტი იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშოს ქვეყანაში. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ახალი სიახლის შესახებ გავიგებინა ოცნებამ, როცა დაასახელა კონკრეტული 3 პოლიტიკური პარტია შალო პაპუაშვილმა, არლეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ და დაასახელა ის 3 პარტია, რომელიც აკრძალვასაც აპირებს ქართული ოცნება. ესენი არიან პარტია ახალი, ნაციონალური მოძრაობა და ლელო. აი ამ პარტიის აკრძალვა დაანონსა დღეს შალო პაპუაშვილმა და სწორედ ამ შენობაში, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანს მალე სარჩელს პარტია ქართული ოცნება. სწორედ ამ კონკრეტული 3 პარტიის წინააღმდეგ, რადგანაც კონკრეტული პარტიების საქმიანობის, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მოდი გავისაუბროთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში ბოლო ამბებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ კონკრეტული პარტიების შესახებ რას ფიქრობენ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები, ვისი აკრძალვის შესახებაც დღეს გააკეთეს განცხადებები ქართული ოცნების ლიდერებმა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, მინდა გაგესაუბროთ გიორგი. დღეს გავიგეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების შესახებ. არლეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალო პაპუაშვილმა დაასახელა 3 პარტია, რომელიც აკრძალვასაც აპირებს ქართული ოცნება. რა ეტაპზე გადადის ოცნების რეჟიმი თქვენი აზრით ამ გადაწყვეტილებით? პირველ რიგში მევესალმებით თქვენს მაყურებელს. პრინციპში ველოდით ამ ყველაფერს, რადგანაც რას უნდა ველოდით სხვას არალეგიტიმური მთავრობის. ისინი როგორც დღემდე ამ 13 წლის მანძილზე, რასაც მოღვაწეობდნენ, ამ რუსულ პროპაგანდას ატარებდნენ, ბოლომდე მიიყვანენ ალბათ ამ ყველაფერსა, აკრძალავენ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მათ უქმნიან, ასე ვთქვათ, რაღაც რის უბრალოდ რაღაცა კომფორტულად ეხსნობენ თავს ამ პარტიების ასე თავისუფლად ყოფნა. ამიტომაც აკრძალავენ ასე მგონია და დანარჩენს გვიჩვენებს უკვე დრო. და როგორ აგრძელება ეს ბრძოლა და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. რას მიაგრძელებს პრაქტიკულად ამ პარტიების აკრძალვით ქართული ოცნების რეჟიმით, როგორ უყურებთ?
რატომ დაიჭირდა ეს? რატომ ჩათვალა საჭიროთ, რომ აი ახლა ეს არის საჭირო? აღძალა ისინი, ვინც დისკომფორტს უქმნის ქართულ ოცნებას და ვინც არ უქმნის დისკომფორტს, კი შევიდა პარლამენტში, ხედავთ, გახარია შევიდა, გირჩი 36 შევიდა და ესე რა, ვინც არ უქმნის დისკომფორტს ისინი ყავს გვერდით და ეყოლება უკვე დიდი ხანი. და უბრალოდ მაგ ადამიანებს, ვინც შევიდა პარლამენტში, მინდა მივმართო, რომ თქვენი დროც აუცილებლად დადგება და თქვენთანაც მოვა ის ხალხის ძალაუფლება და თქვენს გაგეცემოთ პასუხები იმის გამო, რომ უღალატეთ ქართულ საზოგადოებას. ეხლა რა არის საჭირო? რა შეიძლება მოუტანოს წარმატებამ წინააღმდეგობას? დღეს ქორთინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამბობდა, რომ იქნებ ეს მომენტი მაინც გამოიყენოს ოპოზიციამ, რომ გავერთიანდეთო. ხედავთ თქვენ ამის რესურსს, ან თუ ხედავთ ამის საჭიროებას, რომ გაერთიანდეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები? ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. და თუ ჭკუა ეყოფა პოლიტიკურ პარტიებს, უნდა გაერთიანდენ და ერთად უნდა იბრძოლონ. ეს არის გამოსავალი. მე ასე მგონია და ასე მიმარჯვენია. აბოდ რა იქნება, დრო გვიჩვენებს ყველა. თქვენი სახელი და გიორგი გვიანიძე. გიორგი გვიანიძე, მადლობა გიორგი. თქვენ უსმენთ მოქალაქეებს ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. დღესაც მოქალაქეები დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და ისე უცვლელია მოთხოვნები, ხალხო არჩევნების ჩატარება, არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და თავის პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება. თემურ გორგაძეს ხედავ აქ პარტია გირჩის ერთ-ერთ ლიდერს. სამომშვიდობისა თემურ, შეიძლება გაგესაუბროთ? არ ვიცი, გრეხავთ. მაგათ თქვენ ხართ პოლიტიკოსი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, გირჩი მეტი თავისუფლება. დღეს მოვისმინეთ კონკრეტული გზავნილები შალო პაპუაშვილისგან, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისინი აპირებენ სამი კონკრეტული პოლიტიკური ძალის აკრძალვას, თუმცა მათ შორის არ იქნება გირჩი, როგორც ასევე მოვისმინეთ პაპუაშვილისგან. ხო, აი რას ფიქრობთ, რა გამოჩნდა დღეს თქვენთვის პაპუაშვილის გზავნილებში, როცა ამისგან მოვისმინეთ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საერთაშორისო დაკავშირებით? სიმართლე რო გითხრა, ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცების გადაწყვეტილებებს მოღებულობენ, ვცდილობ შევხედო კოცების გადმოსახედიდან და იქედან დავასკვნა, მათ შორის რუსების FSB-ს გადმოსახედიდანაც და იქედან დავასკვნა, რატო აკეთებენ. ამ შემთხვევაშიც ვერ გავიგე, იმიტომ ძალიან სისულელე გააკეთეს, აი მაგალითად ჩვენი შემთხვევაში ცალკე იურიდიული პირი არ ქვია მაგას, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, ცალკე იურიდიულ პირად ვარ ჩვენ რეგისტრირებული 2020 თუ 21 წლიდან გირჩი მე თავისუფლება და ცალკე იურიდიულ პირად იყო რეგისტრირებული კოალიცია 4 ნომერი და ნუ ქნეს კოალიცია ცვლილებებისთვის, ხო? კოალიცია ცვლილებებისთვის ესე იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეესტრი კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამი ამელია გირჩი დროა ესე ერქვა და მათ შორის ამ სამოქალაქო იურიდიულ პირის პოლიტიკური გაერთიანების სიაში ვეწერე მათ შორის მეც ის რაღაცა პოლიტიკური გაერთიანება რომელიც აკრძალეს რავი ჩვენ შეგვეძლო დაგვეხურა ხვალვე ანუ არაფერი შინაარსი არ აქვს მაგას იმიტომ რა ვიცი ყადაღარ ვარ კონდეს ანგარიშებზე ხვალ შემიძლია თქვენს კი ჩამწერო გირჩის სიაში ისე რომ არც იყოთ გირჩის წევრი არც ერთ პოლიტიკური პარტიის წევრი არც მე არ ვარ და შინაარსი ვერ გავიგე რა ქნეს ანუ თავიდან იყო საუბარი რომ ფიზიკურ პირებზე უნდა გავრცელებულიყო ეს ამბავი მათ შორის მაგალითად ჩემზე ზურაზე გვარამიაზე რაღაცა რა ვიცი ხო ან ნებისმიერ სხვა პირზე ხო ვინც დაკავშირებული იყო ამ თუ პარტიასთან და განსაზღვრული იყო ის ფიქრე მაგრამ დღეს რომ არა ამ კონკრეტულ პირებს არ შეეხება ვინც არ არის პირდაპირ პარტიის სიაში ოდიში ამ სტუს მაგრამ ვიღადავეთ კიდევაც რომ აი რომ სად აქვს და აკრძალვა იმიტომ რომ ვერ გავიგეთ ანუ რა ვიცი ეხლა თუ აკრძალავ რაღაცა კონკრეტულ შეპესეს დირექტორი და არც მეცი და ამ თერაპია არ დაშა მაგრამ მითხოთ როგორც გავიგე პარტია ახლის აკრძალვას ხო რომელიც იყო კოალიციის შემადგენლობაში ოფიციალური რეგისტრაციის ფორმით არც არსებობდა პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებებისთვის ხო კოალიციის გვარამი ამელია გირჩი რომ ასე ერქვა სახელი ანუ როგორც ეს პოლიტიკური გაერთიანება პარტია ახალი სხვა იყო და არც არსებობდა სამოქალაქო რეესტრში არის თუ რა არ ვიცი მაგრამ ეგ სხვა იყო ანუ მაგრამ სამოქალაქო რეესტრში ცალკე არ არის რეგისტრირებული ეს ახალი არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა ეგ მაგრამ ანუ პარტია რომ დააფუძნეს რომ იყოს რეგისტრირებული გამოდის რომ პარტია ახალი არ არის პაპუაშვილის განმარტებით ჩვენ ასე გავიგეთ მე პირადად ასე გავიგე რომ ახალს აკრძალავთ და სხვა პარტიებს ახალ პატარა პარტიები არიან იმათ არ ვეხებითო ხო რაღაც ესეთი იყო აი კითხა სახელი
პაპუაშვილმა ზუსტად ეს თქვა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გიჩი დროაო. ანუ ეს თქვა და ეს სუბიექტი, რომელსაც თავისი ცალკე საიდენტიფიკაციო ნომერი გააჩნია, რომ წაგრძალონ, ბოდიში ამ სტუსნერას სულ ფეხებზე გვიდია ჩვენ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ანუ რავი, პოლიტიკური პარტია უამრავჯერ მაქვს, როგორ შეიძლება შესაძლოა, არ არის სადღაც ფუნქციაზე რეგისტრირებული ამბავი, რა ვიცი. ჩვენ არასოდეს არ ვიყავით რაღაცა პარლამენტში, მაგრამ 2016-დან ისეთ რაღაცები ვიკეთებია, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და მილიონიანი ბიუჯეტებით არსებულ ხალხზე ბევრად ცნობადები ვიყავით სულ. ხო. ტექნიკურად საკითხი თუ მიდგება, რომ აი არჩევნებზე გასვლა თუ ჩაინიშნება და არჩევნებზე რითი გავიდეთ, მე როგორც ვუყურებ, რა ვიცი, მე თუ არ ვარ აკრძალული, შემიძლია ჩავეწერო, რა ვიცი, მე რაღაცა 300 რაღაცა პარტია არსებობს, რომელიღაცაში ჩავეწერები. ყველა ვარიანტში რა, ვიშოვი. ნუ ერთი არჩევნებს არც აქვს გქონი დიდი აზრი, როცა დიქტატურა ქვეყანაში, ხო? მაგის თქმა თუ რაღაცა დადგა ისეთი რეალობა, რომ ბიძინა აპირებს არჩევნებს და იმიტომ ამკრძალა, რომ მე ვაი და არჩევნები არ მოვიგო. ანუ მე არ მჯერა რომ არჩევნები ოდესმე იქნება არჩევნებს, რასაც მე ვეძახი, მაგრამ თუ ეს დგება და მე ფიზიკურად თუ მონაწილეობის უფლება მაქვს, მე მეგონა მაგას მიგრძალავენ. მაშინ რას იგებს ამით ქართული ოცნება, რა გამოდის? რა ლოგიკით მოქმედებს ახლა ქართული ოცნება? და მათ დააზიანებს ეს ამბავი, იცი რატომ? ანუ ყველა ვარიანტში აი სულ ყველაფერს თან განებო, რა ვიცი, ტრამპი რო გაიგებს რომ ვიღაცა საქართველოს მთავრობამ რაღაცა პარტიები აკრძალა, ეგეთი გიჟია ეგ ამბავი რომ ეგ არ მოწონს მაგკაც ეგ აკრძალვები და რაღაცები. ანუ რა ხდეს? მე ვერ დამაზიანეს. ვერ გვარამია ვერ დაზიანეს, ან თუ გვარამიას პოლიტიკური ან მელიას სხვა ვინ იყვენ ახლა იქ აღარ მოხდეს, არა აქვს პოლიტიკური მოღვაწეობა აკრძალული, რა ვიცი. არსებული პარტიები, აი რა ვიცი, შეგვიძლია ყველა მეტად ავდრეთ და გავხდეთ გირჩი მეთავსებების წევრი. საერთოდ არ გვაქვს მაგაზე პრობლემა, ანუ რა ნებისმიერს შენ შეიძლება გახდე. რა შეიცვალა ამიტომ ვერ მივ. გირჩი მეთავსებას ამიტომ დროას წევრები გავხდებით. იმას არ ძლავი რა ვიცი, რაღაცა ვიშოვით კაცო, რა ვიცი, ევროპული საქართველო არსებობს, რაღაც 300 პარტია. აბა მე ვერ გავიგე მაგის შინაარს. მე თავიდან მეგონა რომ ადამიანებს ეკძალებოდა და სიმართლე გითხრა, მომიკითხე რაღაცა ჩემი წყაროებით და მითხრეს რომ ან მაგ ფიზიკურ პირებზე აკრძალვებზე საკონსტიტუციო ცალკეულმა მოსამართლეებმა ძალიან გაჭედეს, რომ აი ვიღაცები არიან, ის რაღაცა შინავრები არიანო, ახლობლები არიანო აქციებშიო და აი რაღაცა ჩვენ თქვათ ეგრე და უცხეს რომ ამ ეტაპზე მაგას არ დაგეთახ, მაგაში არ გამოყვებით თუ არ დავითახოთ. მე რაღაცა ჭორის დონეზე ეგ ამბავი. რამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ ეხლა რაც გააკეთეს, ჩემთვის სასაცილოა. მაშინ ლოგიკა რა არის აქ? რა ლოგიკით შემოქმედებდეს ქართული ოცნება პოლიტიკურად? ვიღაცა ხო ამიხსნის გავიგებ. ანუ რაც თქვენს ეხლა ის გავიგე რომ აი თუ კიდე ვინმეს გაეზრდება რეიტინგი, იმათაც აუძალავ. რავი, ანუ ამ კონკრეტულ მომენტისთვის თუ აი მაგალითად ზურაჯა მიშა სააკაშვილი აი რავი რა პარტიაშიც არ უნდა თქვას მიშამ რომ აი მე მხარს ვუჭერ რაღაცა 199 ნომერს მიშას ამ ქვეყანაში რაღაცა მრევლი ყავს რაღაც რაოდენობის რომლებიც გაიქცევიან და იმ 199 ნომერს შემოხაზავენ გინდა აკრძალე გინდა დაკრძალე რა უნდა ეს ყავს ზურაჯა ფარჯისას ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი არა იმდენი რომელიც მე მინდა მაგრამ ყავს თავისი ამორჩეველი რომელიც რა ვიცი ამ ამორჩეველს თუ ეცოდება რომ ზურა არის რაღაცა რა ვიცი 9-17 ნომერ პარტიაში კი წავა და იმას მისცემს ეს პერსონალურად საინტერესოა ის ხო და არ გამიშველება ნომერს და სახელწოდებას ამ პარტიის ხო ჩვენ რა ვიცი ანუ გირჩიდან ზურას დაფუძნებული შექმნილი რაღაცა ნაცვალე პარტია იყო წამოვიდა არაფერი არ წამოვიდა და რა ვიცი 2000 ხმა ადაკლებია ჩვენ ამ რო შევადარეთ ისა ძალიან ცოტა დაგვაკლა ისიც იმდენად ტექნიკურად ჩავიდეთ იმდენად ცოტა დაგვაკლა რომ არაფერი დიდი ანუ არ იცვლება ეგ ამბავი თუ მე ფიზიკურად არ მეგრძელება პოლიტიკური მოღვაწეობა მაგრამ ფიზიკურადაც ამაზე რა იმაში ყოცხო ვერ დავარებ მაინც ვილაპარაკეთ საბოლოო ჯამში მაინც ვილაპარაკეთ ამიტომ არ ვიცი ახლა აქ ხუმრობდი ჩემთუნად რომ რაღაცა იმდენი პარტიები აკრძალეს რომ რა ვიცი მესამე პარტია ვარ მეგონი ამ ქვეყანაში და მეორეც ალბათ იმიტომ რომ ხოცების მერე უკვე ლელოს თუ იგზალება და რა გახარიას ალბათ ჯობი ვარ მეორე პარტია ვარ უკვე ამ ქვეყანაში და არ ვიცი რა გითხრა აბა მე ლოგიკას ვერ ვხედავ დიდი მადლობა ეს თემურ გორგაძე იყო პოლიტიკოსი და პროევროპული აქციების ერთ-ერთი
აქტიური მონაწილე. თქვენ თვალს ადევნებთ ბათუმის საპროტესტო აქციას, პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე იმართება 335 დღეა და სხვადასხვა არა მარტო თბილისში და ბათუმში და დიდ ქალაქებში იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები და ისმის მოქალაქეები ძალიან ხმამაღალი შეძახილი და მოთხოვნა რომ ისინი არ დაუშვებენ იმას რომ ამ ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ დარჩეს ჩაკეტილი და არის აღმოჩნდა როგორც საქართველოს ასევე ევროკავშირის დროშები, არამედ ყველგან იცვის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების კაფე მოთხოვნა რომ ისინი არ შეეგუებენ სინდისის პატიმრების არსებობას ამ ქვეყანაში და ავტორიტარიზმის დიქტატურის დამყარებას. და ლაგოდეხიდანაც არის ამ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც როგორც ვიცით ამ პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. გითხარით თქვენი გზავნილები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. მოდით ამით დავიწყოთ. რას ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ეს ქართული ოცნებას და რა ეტაპზე გადადის ახლა ეს ბრძოლა და ქართული ოცნების რეჟიმი პოლიტიკური პარტიების აკრძალავს თავის მახსოვს აფარებს, რაც შეიძლება მეტად აკრძალოს თავისუფალი აზრი და ადამიანი და ინდივიდი აკრძალოს ამ ქვეყანაში. თუმცა ეს არ გამოხდა არავის და არც ქართულ ოცნებას არ გამოხდა. ჩემი გზავნილიც ეს არის, რომ რა ვიცი, ბრძოლა დამთავრებული არ არის. სანამ დგას, თუნდაც ორი ადამიანი დგას აკციაზე, იქამდე ყველაფერი წინა. აი ლაგოდეხში როგორია განწყობები ხალხის? რას გეუბნებიან თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები? გამოდის თუ არა ვინმე საპროტესტო აქციაზე? გამოხდა თუ არა ვინმე ღიათ ამ პროტესტს? საპროტესტო აქციები არ არის მასიური, არ არის, თუმცა პროტესტი ხალხში ძალიან მასიურია. უბრალოდ ამის გამოხატვის შიშია, იმიტომ რომ ლაგოდეხში არის ძირითადი დასაქმების კერა, საჯარო სამსახურები, აიპები და ყველა ადამიანი მიბმულია თავის საბაკოვალდებულებებით თუ თავის ოჯახის რჩევის ვალდებულებებით ამ სამსახურებში. ანუ ყველა ადამიანი ყავს მასე დამოკიდებული ქართულ ოცნებას, ხო, მოსწრების რეჟიმს. პროტესტის ხმამაღლა გამოთქმას, თუმცა არა პროტესტის. ანუ თქვენ გიყვებიან პირად საუბრებში, გელაპარაკებიან და გამოხატავენ ამ პროტესტს, ხო? თვითონ ამ აიპებში დასაქმებული ხალხი, მათ შორის ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული ხალხი. ანუ პროტესტი არ არის მხოლოდ ვიღაცეებისთვის, ყველგან არის, ყველა სფეროშია. თუმცა ამ ყველა სფეროს მართავს დღესდღეობით შიში. ხო. და ეს ისე როგორ შეიძლება დაიძლიოს? რა შეიძლება იყოს ამის ფაქტორი თქვენ დაკვირვებით? ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. რო ვიცოდე, ვიტყოდი აუცილებლად. ეხლა უკვე 335 დღეა იმართება ეს საპროტესტო აქციები. თქვენ რას ფიქრობთ? რაზე დამოკიდებულია ამ წინააღმდეგობის წარმატება? რა შემთხვევაში შეიძლება დაიხიოს უკან ივანიშვილის რეჟიმმა? წინააღმდეგობის წარმატება ალბათ ყველაზე მეტად დამოკიდებული არის მედეგობაზე. რამდენად მედეგები ვიქნებით. რას გავუძლებთ და სადამდე გავუძლებთ. ხო, და თქვენ პირად რა ლაგოდეხში არ იმართება ეს აქციები, სხვა ქალაქებში უერთდებით ამ პროტესტს, სადაც მოხვდებით, თუ როგორ არის? სადაც მაქვს ამის საშუალება თბილისში, ბათუმში. თვითონ ლაგოდეხში რა შემიძლია რომ გამოვხატო ერთი კაცის აქციასავით? იქაც. ანუ რა ფორმით გამოხატავთ თქვენ ამ პროტესტს ლაგოდეხში? ბანერების დაკიდებით, სხვადასხვა აქტივობებით. ხო. რას ეტყოდით? პოსტებით Facebook-ზე, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ საზოგადოების კომუნიკაციისთვის. რას ეტყოდით სხვებს? რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი რომ სხვებიც იდგნენ ამ საპროტესტო აქციაზე და ის არის მნიშვნელოვანი რომ დღეს ასაც ჩვენ გავდივართ ეს არ გაიაროს მომავალმა თაობამ და რომელიმე თაობას მაინც ეღირსოს ამ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება, სტაბილურად ცხოვრება და ბედნიერების ხარისხი იყოს ადამიანს. დღეს ქუჩაში რომ დავდივარ, მე ბედნიერ ადამიანებს ვერ ვხედავ. ყველას პრობლემაა, ყველა გამარჯვებას არ ეუბნებიან ერთმანეთს გაგიმებული სახით და ზუსტად იმიტომ რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება და ადამიანებმა ბედნიერად ცხოვრება ისწავლონ და ბედნიერად ცხოვრება შეძლონ ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია დღეს ჩვენი ბრძოლა, რომ ჩვენ შვილებს არ მოვუწევთ ბრძოლა. აი წინააღმდეგობით და საპროტესტო აქციები დღის მიღწევა შესაძლებელი ძალიან ისეთია უკვე ერთ-ერთი მყარი ნიჰილისტური განწყობები, რომ მაინც არაფერი არ იცვლება გავართ აქციებზე ან ვიყავით აქციაზე და მაინც არაფერი არ შეიცვალა, იმიტომ რომ ოპოზიცია არ გვყავს ან ლიდერები ციხეში არიან. აი რის მიღწევა შეიძლება საპროტესტო აქციები თქვენ როგორ უყურებთ? ამ საპროტესტო აქციებით პირველ რიგში ექსტრემალურ დადგებას, მთელი მსოფლიოს დადგებას, რომ არსებობს ხალხი საქართველოში, რომელიც არ შეგუებია ამ რეჟიმს და მზად არის უკეთესი მომავლისთვის, ცვლილებისთვის და ამას საკუთარი თავისუფლების ხარჯზე ყოველ დღე ამტკიცებს ქუჩაში დგომით, მათ შორის მზეში, ქარში, წვიმაში, თოვლში და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს და კიდევ იმის მიღწევა შეიძლება რომ ჩემი აზრით ეს გზა გაიარა ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, ანუ განწმენდის პროცესივით არის. ანუ უნდა გაიცხრილოს, მათ შორის ოპოზიციური ფლანგი უნდა გაიცხრილოს იმ ადამიანებისგან, ვინც
პოლიტიკას აკეთებს ბიზნესისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკა უნდა აკეთოს ადამიანებმა იდეისთვის, ნამდვილად პოლიტიკისთვის და ასეთ ადამიანებს ეს პროტესტი გამოაჩენს აუცილებლად, გამოჩენილიც არიან რამოდენიმე უკვე ჩემი აზრით, და მკითხოთ არ დავასახელებ და სწორედ ამის იმედი მაქვს, რომ ამ გაწმენდის პროცესში ამ პროტესტების ქუჩის პროტესტმა უნდა შეიტანოს ძალიან დიდი წვლილი. ერთი ადამიანის დანახვაც კი, რომელიც შეინთანა მოაზრედ, რომელსაც ხედავ გარეთ დგას, იჩენს სურვილს, რომ მიხვდება მათ გვერდით დავუკვირდეთ. ბათუმის საპროტესტო აქციაზე რა განწყობა დაგვხვდათ, რა იყო თქვენთვის თვალსაჩინო და მანამდე თუ ადევნებდით თვალს ბათუმის საპროტესტო აქციებს, თქვა აქ რა ხდებოდა? შაშანა ამ ზაფხულს უბრალოდ ვიყავი ბათუმში ჩამოსული და მაშინაც ვიყავი აქციის მაშინაც ვიყავი აქციაზე და ეხაც რომ მოვედი ძალიან მეგობრული, ძალიან თბილი და ერთმანეთის დამაიმედებელი განწყობით დამხვდნენ ადამიანები. მადლობა, მარიამ, თქვენი გვარი როგორ არის? მარიამ? ხებაძე. დიდი მადლობა თქვენ. თქვენის მე წინამდებობის კიდევ ერთ წევრს, რომელიც ლაგოდეხიდან არის და დღეს შეუერთდა ბათუმის საპროტესტო აქციას. ეს 335 დღეა, როცა იმართება პროევროპული საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთ მონაწილეს, ლევან გორგილაძეს. საღამოშტაბის ბატონ ლევან, ბოდიში რომ გაწყვეტილეთ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი მოვისმინეთ დღეს შალ პაპუაშვილისგან, ვინც უნდა აკრძალოს ოცნების რეჟიმი. რას ფიქრობთ თქვენ ამ აკრძალვაზე? ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პოლიტიკური პარტია არის დაკვეთით საჭირო, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს არჩევანის უფლება აქვს მოქალაქეებს, მაშინ მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური პარტია იყოს გამართული, კონდეს თავისი ხედვა და ასე შემდეგ. დღეს ყველა ვხვდებით რომ ქვეყანაში არჩევანის უფლება უბრალოდ ადამიანებს წაართვა ივანიშვილის რეჟიმმა, ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ რეჟიმი უნდა დამარცხდეს ქუჩით, ბრძოლით, უკომპრომისობით და შეუგებლობით. მაგრამ როგორ? თქვენ პარტია ახალი ხომ არ შეიძლება რომ რას აპირებთ ახლა როგორ აპირებთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას? მაგაც ვამბობ. პოლიტიკური საქმიანობა შეგვიძლია დავარქვათ თუ რა ვიცი ქუჩაში პროტესტი, მე ამ აზრს ვანვითარებდი რომ ქუჩით უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი, ბევრი ხალხის ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილის ქუჩაში, რა თქმა უნდა ეშინია, რაც არ უნდა ფუთოს რომ რაღაცა ჩვენ შეუძლებთ მრავალრიცხოვანი აქციების დაშლა თუ ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ამიტომაც შლის ის ამ აქციებს რომ რაღაცა ამ ბევრი ხალხის გამოსვლა ქუჩაში რეჟიმს ყოველთვის რაღაცა მარწუხებში აქცევს. ამიტომ პოლიტიკური აქტივობა იქნება ეს თუ ქუჩაში პროტესტი, ჩვენ ისევ ვაპირებთ რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. ბრძოლა გავაგრძელოთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად უახლოესი წლების შემდგომ მოხდება ისტორიის წიგნში როგორც რაღაცა რუსული რეჟიმი და შვილები თუ შვილიშვილები ჩვენი აუცილებლად ისწავლიან ამ ყველაფრის შესახებ თუ რა გადაიტანა ჩვენმა მშობლების თაობამ, ჩვენ რა გადავიტანეთ ამ ბრძოლის პერიოდში და რა ვიცი ვისი გადატანა მოგვიწევს უახლოესი თვეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი მივა იმ ფინიშამდე, რასაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს. გამოჩათვარა თქვენთვის ამ შემთხვევაში რომ კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ერთიანობა ოპოზიციურ ფლანგზე. დღეს სინა ბოკუჩავა საუბრობდა ამის, ახლა იქნება სიტუაცია გამოვიყენოთ ახლა იმისთვის რომ გავერთიანდეთ ეს აკრძალული ბჭყალებში ხო ეს პოლიტიკური პარტიები. მაგის შესახებ საჯაროდ საუბრობდი მე როგორც ლევან გორგილაძე პარტია ახალი წარმომადგენელი ყოველთვის. მიუხედავად იმისა რომ თვლი რომ აი თვითმმართველობის არჩევნები იყო ლელომ და გახარიამ ჩემი აზრით უდიდესი შეცდომა დაუშვა, მეც მათ შორის ღიად ვაკრიტიკებდი მათ ამ გადადგმულობით, თუმცა არც ერთი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ერთიანობის გარეშე არ მოსულა. ვარდების რევოლუცია გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის შეძლება ერთიანებული სრული ოპოზიცია გვახსოვს ბიძინა ივანიშვილმა როგორ გადაიქცა 2012 წლამდე ხო 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ივანიშვილის გვერდითაც იდგა ყველა. ამის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად აქ ახლა აქციაზე ბევრი არ დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ დრო ჭირდება ამას, ალბათ გაივლის და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა იქნება იმის წინაპირობა, რომ ივანიშვილმა რაღაცა ხელისუფლება დაათმოს და გადააბაროს რაღაცა კოალიციურ მმართველობას. დღეს რეალურად ამ გადაწყვეტილებით მრავალპარტიულობის წინააღმდეგ წავიდა, ხო? ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მრავალპარტიული იქნება
შემდგომი პარლამენტი, შემდგომი ახლა აჭარაში ვარ და აჭარის უმაღლესი საბჭო. მაგრამ მანამდე დაიხიოს უკან ივანიშვილის რეჟიმი, ის არ აპირებს უკან დახევას, პირიქით ამკაცრებს, ამიდგომებს, რეპრესიულ კანონებს იღებს, რომ მაქსიმალურად ჩაახშოს პროტესტი და ოპოზიციური ძალები გააქროს საერთოდ ქვეყანაში. მარტივ სიტუაციაში არ ვართ, ამაში მოყვებით, გეთანხმებით, რაღაცა ვერავინ ვერ იტყვის ეს რომ მარტივ სიტუაციაში ვარ, თუმცა აი ამიტომ გავუსვი თავიდანვე ხაზი ქუჩას და ქუჩის პროტესტს, რომ ძალიან ბევრი ხალხი ნიშნავს იმას, დიდი ხნით ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სადღაც და უკან დახევა, მათ შორის სინთეზში დასავლეთიდან გაძლიერებული სანქციები იქნება თუ მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ხო? მე ვერ ვიტყვი რომ ეს არ ხდება დღეს, ქუჩაშიც არის პროტესტი, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტი ამერხნიანი, დასავლეთიდანაც არის მხარდაჭერა, თუმცა არის ალბათ უფრო მეტი საჭირო ჩვენი მხრიდანაც და ეს პასუხისმგებლობა როგორც ჩემზე, ასევე ყველა პარტიაზე თუ პარტიულ წევრზე თუ არა პარტიულ წევრზე მოდის და მოდის, რა თქმა უნდა, დასავლეთზეც, იმიტომ რომ რაღაცა თავიდან ბოლომდე ბელორუსიზაციის გზას არ დავადგეთ. დიდი მადლობა. ეს ლევან გორგელაძე იყო, პარტია ახლების ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში და პროევროპული აქციის მონაწილე. ასეთი გზავნილები აქვს დღეს პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში, რომელიც ისევ მტკიცედ და პრინციპულად განან ქუჩაში უკვე ამ უწყვეტი პროტესტის 335-მდე საღამოს. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს, ეს სტუმრეთ ჩვენს გვერდებს ბათუმელები ჯიდან, ედგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით. ავედი გუბად, ყույთი ყავი.